შეხვდი რამდენიმე პატიმარს და ზოგადად დავათვალიერე დაწესებულება. ორი რამ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ მოპყრობა ადმინისტრაციის მხრიდან არის აბსოლუტურად შეცვლილი, არის ძალიან ჰარმონიული დამოკიდებულება. შეიძლება რა თქმა უნდა შენობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უწევს, ის პირობები, რომელშიც იმყოფებიან პატიმრები, ეს არის ნამდვილად თვითონ ეს დაწესებულება შეიძლება ითქვას, რომ არის რაც გადმონაშთი შუა საუკუნეების, ეს არის მართლაც ძიმეს მდგომარეობაში და საჭირო არის სწორედაც რომ ახალი შესაბამისი დაწესებულების აშენება ეს რა თქმა უნდა დროულად უნდა გადაწყდეს და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ახალი დაწესებულების აშენება სუბტიტში ეს იქნება და უფრო გამოსავალი. ამ ფორმით დიდხანს ამ დაწესებულებამ არ უნდა იარსებოს. ეს არის ჩემი კომენტარი და ჩემი თხოვნა, როგორც სამინისტროს ადმინისტრატორი. ისე ზოგადად ქართულ საზოგადოებამ უნდა ნახოს, მე ვისურვებდი რომ მედია შევიდეს და ნახოს ის პირობები, რომელშიც იმყოფებიან პატიმრები. სამწუხაროდ ეს სიტუაცია მთლიანად არის შეიძლება ითქვას წინა საუკუნეების, ეს არის რაღაც ძალიან ძიმესი მდგომარეობა და მე ცოტა დამძიმებული გამოვიდი დღეს ამაც. შენობა ნამდვილად არის საქართველოში ყველაზე ძიმე მდგომარეობაში იმ საპატიმროებს შორის, რომელიც კი მოვინახია. ასეთი მე არ მინახია. ვერ შევადარებ ვერც ერთ სხვა დაწესებულებას. კალმახილიძე ზუგდიდში ვიზიტის დროს ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს ამბობდა, გასაუქმებელია ეს საპრობილე და საუბარი იყო გურიაში, სახელი არ მახსენდება. ლაითურში ხომ შესაძლებელია თუ არა რომ ზუგდიდში აშენდეს და ეს არ იყოს თქო საქართველოს სხვა რეგიონში. მე ვფიქრობ, რომ ზუგდიდში და სამეგრელოს ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს დაწესებულება იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს გაუადვილდეთ პატიმრებთან ურთიერთობა და ეს არათარ შემთხვევაში დახურვის შემთხვევაში არ უნდა იყოს ძალიან შორს რეგიონიდან ახალ დაწესებულება. და ალბათ შესაბამისი რეკომენდაციათა მიმართოთ, ხო? რა თქმა უნდა, რეკომენდაცია რომ ეს დაუყოვნებლივად დაიხუროს და აშენდეს, რაც შეიძლება მალევე დაიწყოს ახალ დაწესებულების შექმნა. ციფრობრივად შეგიძლიათ ვიცით რომ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე რეალურად შეიძლება მოთავსდეს ამ დაწესებულებაში. უკვე მას შემდეგ რაც ამის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი განთავისუფლდა, დღეს თუ არ ვწდები, ასე ოდნავ მეტი პატიმარია. მაგალითად